იცით რა არის მამაკაცისთვის დაშორების შემდეგ ყველაზე რთული? რა და ქალი, რომელთან ერთადაც მან მისი ცხოვრების 10 წელი გაატარა, ერთი წვეთითაც კი რომ არ უთანაგრძნობს. პირდაპირ ცრემლიანი თვალებით რომ მიხვიდე შენს ყოფილ ცოლთან და უთხრა რომ ძალიან ცუდად ვარ. ყოველდილას ვოცნებობ რომ ისევ ბავშვებმა გამაღვიძონო. იცი რა მოხდება თუ შენ შენს ცრემლიან გულწრფელობებს მოუყვები შენს ყოფილ ცოლს? ის უბრალოდ გაფსიხდება. შენ მის თვალებში ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ნახავ. სამაგიეროდ ნახავ ბრას. სადღაც პაპას დუქანში მჯდომი ვიღაც რენდომ თვრალი კაციც კი გითანაგრძნობს, შენი შვილების დედა კი არა. ვიღაც არალეგალი ინდუსი ტაქსისტიც კი რომელსაც არ ესმის ქართული შეიგრძნობს შენს ტკივილს, შენი შვილების დედა კი არა. და იცი რატომ? იმიტომ რომ დაშორების ისტორიაში მხოლოდ ერთი მხარე უნდა იყოს დაზარალებული, ხოლო ეგ ადგილი უკვე დაჯავშნილია. როდესაც შენ ცრემლი მოგდის, ის ბრაზდება. ის ფიქრობს რა პონჩი გაქვს პრეტენზია დაზარალებულის პოზიციაზე, ეგ ჩემი ადგილიაო და რაც უფრო ხმამაღლა იტირებ, მით უფრო მაგრად მოუნდება რომ გგლიჯოს შიგსახეში. თავისთავად მერე მამაკაციც ბრაზდება და უაზრობების კეთებას იწყებს, რაც ვითარებას აუარესებს და რასაც მალევე ინანებს. მოდით ასე გეტყვით. პირადად ჩემთვის ადამიანს არაერთხელ დაუღალატებია, მაგრამ მე სანაცვლოდ არაფერი მიქნია. არც კი გაუბრაზებულ ვარ და ყოველჯერზე გარკვეული დროის შემდეგ მოვლენები ისე ლაგდებოდა რომ ეგ მოღალატე ადამიანი თავისივე ფეხით მოდიოდა და ცრემლიანი თვალებით პატიებას ითხოვდა. ყოველჯერზე ისეთ ვითარებები იყო, რომ ზოგი მათგანი შემწოდებია კიდევაც. მე გულწრფელად მჯერა რომ ყოველ ჩვენს ქცევას და ქმედებას მოაქვს თავისივე კანონზომიერი შედეგი. ყოველი მიყენებული ტკივილი არის გათვალისწინებული და პასუხი აუცილებლად გაეცემა. თუ შენ ვინმეს ატკინე, იგივე ტკივილი პროცენტით დაგიბრუნდება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი პირადად ჩემთან მიმართებაში ღიად არასწორად მოიქცა. ვინც მიცნობდა და იცოდა ეგ ვითარება, მეკითხებოდა რას აპირებო და ყველამ კარგად იცოდა რომ ჩემი მხრიდან ერთი თითის გატკაცუნებით მოგვარდებოდა ეგ საკითხი, მაგრამ მე ეგ არ გამიკეთებია. ვაღიარებ რომ ხელები მეფხანებოდა, არაერთხელ მომინდა, მაგრამ უბრალოდ შევაჩერე ჩემი თავი. 3 წლის შემდეგ ეგ პიროვნება ვიხილე ჭაობში. თან რომ იხრჩობა და თან რომ ვერ იხრჩობა. გულწრფელად რომ შეგეცოდება ისეთ ვითარებაში იყო. ვუყურებ მის განცდებს და ხვდები რომ ეგ არ არის შემთხვევითი. ზუსტად ამიტომ შენი ყოფილი ცოლის ჯინაზე არაფრის კეთება არ არის საჭირო. დამიჯერე ცხოვრება თვითონ გაერკვევა მასთან.